Brave Companions ეს არის სახელი ჯორჯ მარტინის სამყაროში ყველაზე სასტიკი, დაუნდობელი და საძულელი დაქირავებული არმიისა, Mercenary Army, რომელსაც ვესტეროსში მკვიდრ ზიზღით Bloody Mummers, სისხლიან მასხარებს უწოდებენ. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს კოხორელი მებრძოლი ვარგო ჰოუტი, Vargo Holt. კამპანიის სახელი სრული ირონია, რადგან მათში არაფერია მამაცური. ისინი არიან დამნაშავეების, დეზერტირებისა და ფსიქოპათების ბრბო, რომელთა მიზანი ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის გაძარცვა, წამება და ტერიტორიების აოხრებაა. ოქროს კამპანიისგან The Golden Company, განსხვავებით რომელსაც მკაცრი სამხედრო კოდექსი აქვს, მამაც კომპანიონებს არანაირი მორალი და დისციპლინა არ გააჩნიათ. ისინი ყოველგვარი ხოხმანის გარეშე ღალატობენ თავიანთ დამქირავებლებს, როგორც კი ბრძოლის სასწორი საპირისპიროდ გადაიხრება. არმია რამდენიმე ასეული მეომრისგან შედგება და მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ და საშიშნაგავ საყრელად ითვლება. მათ რიგებში ნახავთ უცხოელ ციხის ბინადრებს, შეშლილ ბერებსა და გაძევებულ რაინდებს. კამპანიის სიმბოლოა შავი დროშა, რომელზეც გამოსახულია თხა, რაც მათი მეთაურის მშობლიურ კოხორულ კულტს უკავშირდება. სერიალ სამეფო კარის თამაშებისგან Game of Thrones განსხვავებით, სადაც ეს ჯგუფი საერთოდ ამოჭრეს და ვარგო ჰოუტის პერსონაჟი ლანისტერების უბრალო ჯარისკაცით, ლოკით, ჩაანაცვლეს, წიგნებში მათ საზარელი როლი აქვთ. წიგნში ხმლების ქარიშხალი ისინი თავდაპირველად ტაივინ ლანისტერმა, Tywin Lannister დაიქირავა მდინარეების მიწების Riverlands გასანადგურებლად, თუმცა მათ უღალატეს ლანისტერებს და Harrenhal, Robb Starkის მომხრეებს გადასცეს. სწორედ ვარგო ჰოუტის ბრძანებით მოჰკვეთეს მარჯვენა ხელით Jaime Lannisters, Jaime Lannister. მოგვიანებით ომის დასრულებისას მიტოვებული და დასახიჩრებული კამპანია სრულიად განადგურდა, ხოლო მათი მეთაური გრიგორ კლიგეინმა The Mountain განსაკუთრებული სადისტურობით გამოასალმა სიცოცხლეს.